დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო. მე-19 საუკუნის ბოლოს აქ წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი აიგო, რომელიც დღეს უკვე მოქმედი დედათა მონასტრის ნაწილია. მისი ისტორია ძველ დასახლებას უკავშირდება, ხოლო არქიტექტურა იმ ეპოქის შერეული სტილის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს, ქვისა და აგურის ერთიანობით, თაღებით და ორნამენტული დეტალებით. დროთა განმავლობაში ნაგებობამ მრავალი ცვლილება განიცადა, ტაძრის გუმბათი დაზიანდა, ინტერიერი ნაწილობრივ განადგურდა, ხოლო შენობა გარკვეულ პერიოდში სპორტულ სივრცედაც იქნა გამოყენებული. მოგვიანებით ტაძრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. გამაგრდა საძირკველი, აღდგა გუმბათი, სამრეკლო და ფასადები, რითიც ტაძრის პირვანდელი იერსახე ნაწილობრივ აღდგა. ეს ტაძარი არის 1903 წელს ნაკურთხი. სამწუხაროდ ზუსტად რომელ წელს დაიწყო მისი მშენებლობა არ ვიცით, სავარაუდოდ 3 წლით ადრე დაახლოებით. ჩვენი ინფორმაციით ეს არის მსოფლიოში პირველი ტაძარი წმინდა სერაფიმეს სახელზე ნაკურთხი. გუმბათი და სამრეკლო იყო მონგრეული და დანარჩენი ისევ ძველი ფრაგმენტები არის. შიგნით ყოფილა მოხატული. ექსპერტიზა ჩაუტარდა და დასტურდება, რომ აქ ფრესკები იყო ადრე. ამჯერად ამ ფრესკების კვალიც კი არ არის. ტაძრის ახალი ისტორია 2007 წლიდან იწყება, როდესაც აქ დედათა მონასტერი გაიხსნა. ეს იყო ეპარქიის პირველი დედათა მონასტერი, რომლის დაარსებაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მოხდა. დღეს მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება ორი მონაზმის და ორი მორჩილის ერთობლივ შრომას ეფუძნება. თითოეული დღე ორგანიზებულად ვითარდება და სულიერი რიტმით ივსება. თვითონ აქ მოსახლეობასთან ადაპტირება იყო საინტერესო, იმიტომ რომ მე იმერეთიდან ვარ, ეს ქიზიყია, ცოტა განსხვავებული კულტურაა, განსხვავებული ხალხი არის, მაგრამ უფალი ყველგან ერთია. საინტერესო იყო მთლიანობაში ეს პროცესი. ვიყავით დაახლოებით მე-8 კლასში, როცა გადავწყვეტე, რომ მინდა და მონასტერში წამოვსულიყავ, ხშირად ჩამოვდიოდი სტუმრად და ეს გადაწყვეტილება გამიმყარდა და სკოლა რომ დამთავრდა, წამოვედი მონასტერში. დედაჩემი არ მიჯერებდა, კარგი წადიშვილო, ორი კვირთ მონასტერში, მაგრამ მე ისე უკან დაბრუნდი სახლში და რომ არ დაბრუნდი, მე ირილით შემხვდა, მაგრამ მარტივად გადაიტანა, მადლობა ღმერთს, შეეგუა მარტივად. ერთმანეთს არ ჩაეხუტოს, რომ ჩამოუკიდებთ ყურადღებით ვიყოთ. ამბობენ, რომ მათთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული პროცესი სწორედ ჩურჩხელის მომზადებაა. განსაკუთრებული იმიტომ, რომ ამ პროცესში ყველა ერთობლივად მონაწილეობს. როცა ერთად ვართ ხოლმე, უფრო სასიამოვნოა, უფრო სახალისოა. ერთმანეთს გამოცდილებას და ტრადიციას უზიარებთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა ტრადიცია არის, ან რაღაც სხვადასხვა წესია, სხვა თუ არაფერი, კერძის მომზადება სხვადასხვანაირი ვიცით და ამის შესახებ ერთმანეთს უზიარებთ და სწავლობთ. ჭარბობს ხოლმე უფრო. იმერული. იმიტომ რომ იმერლები ვართ, ერთი ქიზიყელი ყავს და სამი იმერელი ვართ. თითოეული ეტაპი, დაწყებული ნატურალური ბადაგის მომზადებით, ბოლომდე შეთანხმებულად კეთდება, რაც პროცესს არა მხოლოდ ტრადიციულს, არამედ მონასტრის ერთიანობის სიმბოლოდ აქცევს. ჩურჩხელას ამ პერიოდში ვაკეთებთ ძირითადად, ვიდრე ახალი წელი დადგება, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ბადაგით. 1 ლიტრ ბადაგზე 2 ჭიქას, ან 2 ჭიქანახევარ ქვილს უკიდებთ და შაქარს გემოვნებით უკეთებთ ბოლოში, რამდენსაც მოითხოვს ბადაგი. მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი მორჩილებებით ივსება. დედა ეკატერინე ქათმების მოვლასა და ტრაპეზის მომზადებაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, მის ყოველდღიურობაში ოქრომ კედით ქარგვაც მნიშვნელოვანი ადგილის მატარებელია. ამბობს, რომ ამ საქმეში სიზუსტე და მოთმინება თითოეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას წენს.
უძველესი ტექნიკა, ოქრომკედი, რომელიც ნამაგრი ტექნიკა არის. ერთიანობა რო არ დაირღვეს ამისთვის სულ დაძაბული უნდა იყო, რომ არაგერიოს თვლა და სწორად ჩაამაგრო. შემოქმედებითი საქმიანობა არის. შენ რაღაც ნაწილს დებში გლით და ეს ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა ყველა ჩემი ნამუშევრა რაღაც ხანაირად მეყვარს და ხამიცახი ხომ მილიონად გავყიდი რომ ვერავინ იყიდოს. უბრალოდ კონდასი არის ეს უმროვით. მონასტერში თითოეული მორჩილება ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა საერთო ყოველდღიურობას სწორედ მათი ერთიანობა ქმნის. ხელსაქმის უფრო ფართო მიმართულებას უკვე მორჩილი ნინო უძღვება. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კოსმეტიკური საშუალებების დამზადებაა. მონასტერში სხვადასხვა სახის მაზები, საპნები და ზეთებია, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება. შიის კარაქით, წიფცის და ბრინჯის ზეთით, სიმინდის სახამებლით და მონასტრის ეზოში გაშენებული მცენარეებით. ჩვენ ვაკეთებთ მაზებს ქალბატონებისთვის, რომ იყვნენ ლამაზები, ჯამთელი პროდუქტია, რაც თავარია. წიფწა, რა თქმა უნდა, და შია სამკურნალოსაც გამოიყენებათ კოსმეტოლოგიაში, ხშირად ხმარობენ და სახისკანს აჯამთელებს, კვებავს. ჩვენ გვაქვს მცენარეები მონასტრის ეზოში და სამკურნალო, აი თუნდაც აკნეს მას ვამზადებთ, იმაში ურევთ გულყვითელას, ყვავილს, პიტნისგან ვაკეთებთ კიდე საპნებს და მაზებს. მონასტრის საქმიანობა მხოლოდ ხელსაქმით არ შემოიფარგლება. ყოველდღიური რუტინა ეზოსა და მცენარეების მოვლასაც მოიცავს. ბაღის ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან აქ ბზის ათასობით ნერგია დაფესვიანებული. მცენარე, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ დაიწყეს მისი გადარჩენა და აქტიური გამრავლება. დღეს მონასტერში რამდენიმე ჯიშის ბზას რგავენ და სურვილის მქონე ადამიანებს ნერგებსაც ჩუქნიან. თავიდან მაგით დავიწყეთ, მიზანი დავისახეთ, რომ ეს მცენარე გადაგვერჩინა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ათასობით ბზა დავაფესვიანეთ. ჩვენ გვაქვს კიდე საინტერესო რაც არის კახიდან გადმოტანილი ბზის ჯიში. ზუსტად ამ ჯიშს არ ვიცი რა ქვია, მაგრამ არის მსხვილფოთოლა ბზა და გვინდა რომ აქეთ საქართველოში მოვიშენოთ ეს ბზა. მცენარეების მოვლა, ბუნებრივი პროდუქტების დამზადება, ხელსაქმეები და რაც მთავარია ლოცვა. სწორედ ეს ქმნის მონასტრის ყოველდღიურობას. მათი დღე ივსება მორჩილებებით, სადაც ყოველი ნაბიჯი მონასტრის რიტმს უჩვეულოდ თანმიმდევრულად ემსახურება, ხოლო ერთობლივი შრომა აძლიერებს საერთო მიზანს, სულიერ ცხოვრებას, შემოქმედებას და ბუნების დაცვის ერთიანობას.